ზაზა ბიბილაშვილია ჩვენთან ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი. მადლობა მას სტუდიაში მოსვლისთვის. მოდით პირველ რიგში თემა, რომელიც ახლა ჩვენ დეტალურად ვერა მთელი თავისი მოკლედ დიდებულებით, მაგრამ მაინც არსობრივად გავაცანით აუდიტორიას. რაზე მეტყველებს ეს? რა ახალი დრაკონული რაღაცა ცვლილება იქნება კიდევ ეს საზოგადოებისთვის? კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მეტყველებს ალბათ ადასტურებს ალბათ იმას, რაც მაია სანდომ თქვა გუშინ. იმას, რომ რუსეთმა დაიბრუნა საქართველო. სიუჟეტიც იქნა ნახსენები რამდენჯერმე ქართული ოცნება, ივანიშვილი, ხა ვიღაც დეპუტატი გამოდიოდა, მე გზაში უსმენდი ამ დეპუტატს, აღმოჩნდა რომ უმრავლესობის ლიდერი ყოფილა, სახელი და გვარი ვერ გავიხსენე, იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც არანაირი პოლიტიკური ბიოგრაფია არ გააჩნია, არანაირი პოლიტიკური წონა არ გააჩნია, სახელი და გვარი არიცით, ხო, ალბათ დარწმუნდა, ეს კაცი ხო, ეს ვიღაც ვინც წარადგინა ეს ყველაფერი, კითხალია, თუ კითხალია. უმნიშვნელოა ხო რაღაცა, კოცი ნომერი, რაღაც X. რატო ანუ რუსეთი აი ამ ბოლშევიკების მეშვეობით ცდილობს რომ აღარასდროს ამ ქვეყანაში არ მოხდეს ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილება. ეს არის ჩვეულებრივი, არანაირი ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილი და ეს ხალხი ხო არ აკეთებს ამათ. ანუ ვიმეორებ კი ძალიან ხშირად მათი აქტივი მათზე მომუშავე კლიშეა რომ ესენი არიან არაკომპეტენტურები, უცოდინლები, უვიცები და ასე შემდეგ, მაგრამ და შეიძლება არიან კიდევაც, მაგრამ ისინი არიან კარგი შემსრულებლები, არიან დავალების ბრმა შემსრულებლები და ეს დავალება არის ის რომ როგორც მაია სანდომ თქვა, რუსეთმა რომ დაიბრუნოს საქართველო, რუსეთმა შეინარჩუნოს საქართველო რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში. დღეს ჩვენ აღარ ვიბრძვით იმის რომ სოციალური სამართლიანობისთვის თავისუფალი სასამართლო, აი ეს თემები რომელიც ადრე ყოველთვის აქტუალური იყო და დღესაც რა თქმა უნდა აქტუალურია, მაგრამ ეს თემები მეორე პლანზე გადავიდა, ვინაიდან ეგზისტენციალური პრობლემა აქვს. ჩვენ ვიბრძვით საქართველოს დამოუკიდებელი არსებობისთვის. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ გვერდყვას დამოუკიდებელი სახელმწიფო, კონდეს უფლება რომ ავირჩიოთ ჩვენი ხელისუფლება და უბრალოდ ვარსეობდეთ როგორც თავისუფალი მოქალაქეები, ხო? ამ კანონებით ეხლა ჯერთი კანონის წარსება, კანონი რა არის? კანონი არის რაღაც რაც უნდა გაიაროს საზოგადოებრივი ფილტრი. ამაზე უნდა მოხდეს მსჯელობა, ამაზე უნდა იყოს დებატები, გადაღებული დებატები რომ ახსენებენ, ხო? ამათ ხელში კანონი რა არის? რაღაც მოუნდათ, ხვალ კანონია, ხვალ არ ნუ 3-4 დღეში კანონია. ეს არ არის კანონი, ხო, გზადაგზა, ცვლიან ყველაფერს უბრალოდ რომ სულ ესენი იყვნენ. ხო? იყვნენ აი ამ ღორობაში, კორუფციის მიღმა, ეს არ არის უბრალოდ კორუფცია, აი ღორობაა ჩვეულებრივი, რაც აკეთებენ, ხრავენ, ჭამენ ქვეყანას და ამის სანაცვლოდ რუსებს უკეთებენ ყველაფერს რასაც რუსები ავალებენ, ხო? რუსებიც კი არ უკეთებენ ყველაფერს, რაც ვთქვათ, იქნებოდა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესი, რაღაც მინიმალური მაინც, როგორც კი სიტყვას რავენ აფხაზეთზე ან სამხრეთ ოსეთზე, რაღაცა ტიპის პროგრესზე ამ თვალსაზრისით იმ წუთში რუსეთი ეუბნება რომ ჭკვიანად იყვნენ. ანუ მათთანაც კი არ აქვთ დალაგებული თემები არათუ თანაბრობის რეჟიმში, არამედ აი ბატონყმობის, მაგრამ აი ცოტა სიტყვა რომ ეთქმის ისეთ იყმის პოზიციიდანაც კი ვერ ესაუბრებიან რუსეთს. რა თქმა უნდა, ეხა თავისთავად, ანუ თანასწორად შეიძლება რუსეთს ებაზროს, მაპატიეთ ამ ჟარგონისთვის, მაგრამ ორბანი, ხო? მაგრამ ესენი გამოდიან ამბობენ, იგივე სანდუს გავიხსენებ, აი დღეს ითქვა ერთ-ერთმა ოდიოზურმა ქოცმა თქვა, რომ სანდუ არ არისო თურმე ღირსეული პრეზიდენტიო, თუ არ შეესაბამება ამ თანამდებობას. ეს არის პოლიტიკოსი, რომელმაც რუსეთი რამდენჯერმე დაამარცხა მოლდოვაში, რომელმაც მოიგო დემოკრატიული არჩევნები არაერთხელ, ხო? და აი ესენი გვეუბნებიან, რომ ღირსეული პრეზიდენტი არის ყაველაშვილი, რომელსაც წერა-კითხვა არ იცის, რომელსაც განათლება არ აქვს, რომელიც პრაქტიკულად ვერავის ვერ ხვდება, ვერაფერს ვერ გადასცემს, კომიკურ მესეჯებს აჟღერებს, ხო, რომ ტრამპი დამპირდა, რომ გადმომირეკავს და მას მერე ელოდება გადმორეკვას. ანუ აი ეს არის შედარება, ხო, ვინ არის მათთვის ღირსეული, ვინ არის მათთვის უღირსი. შესაბამისად ამ ვითარებაში ხა საუბარი იმაზე, რომ რუსეთთან ესენი რაიმე ტიპის ეროვნულ ინტერესებს წინ წასწევენ, ხო, აი ბოლომდე კედრეკილობის პროპაგანდისტვისაც კი არ აძლევენ სიფრცეს. აქ საქმიანად წინსვლაზე არც არის საუბარი, ამის ილუზია ვის აქვს. აი პროპაგანდისტვის რომ გამოაყენებინონ რაიმე თემა. რუსუნა იცნობდა, ანუ უნდა იცნობდა, არ ჭირდება ამას არანაირი ისეთი მეცნიერული ცოდნა კი არა, ელემენტარული ისტორიის ცოდნა საკმარისი იმისთვის, რომ ვიცოდეთ როგორ მოიქცევა რუსეთი ყველა კონკრეტულ ვითარებაში, ხო? რუსეთის გეგმა გაჟღერდა ივანიშვილის გამოსვლებში. წინასაარჩევნოდ 2024 წელს, როდესაც ის გამოვიდა და თქვა, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენ გენოციდი და ეთნოწმენდა მოგვიწყეს, ჩვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ. ხო ითქვა ეს? ეს არის რუსეთის გეგმა და ამას შედეგად რა მოყვება?
შედეგად მოყვება ის, რომ რუსეთი იტყვის, რომ კი ბატონო, აი ჩვენ რასაც ვამბობდით, ქართველებმა ბოდიში ხდის ის, ვინც მტყუანია. ბოდიში ხდის ის, ვინც დამნაშავეა, ხო? თუ ქართველი დამნაშავეა, თუ ქართველი მტყუანია, მაშინ მეორე მხარე ყოფილა მართალი. რუსის გადმოსახედიდან თვითონ არ არის მეორე მხარე. რუსის გადმოსახედიდან აი ეს მისივე შექმნილი ეს კომიკური ფიგურები ცხინვალსა და სოხუმში არიან მეორე მხარე და იტყვის, რომ მაშინ უნდა აღიაროთ და მერე შემოაგდებს იმ სატყუარას, რაც უკვე ქვედაშრეზე გაშვებული აქვს, რომ აი თუ აღიაროთ, მერე კონფედერაცია შეგაქმნევინებთ და აი ამ ფორმით galaparakebt. ნუ გრძელვადიანი საკმაოდ ვერაგიგეგმაა, როცა ვამბობთ გრძელვადიანს, ხა 14 წელია უკვე ეს ხელისუფლება, ეს ამასობაში რეჟიმი ამ ქვეყანას მოაჯდა თავზე. არც ერთი წინა ხელისუფლება, რო გავიხსენოთ, რომელი კომუნისტების მერე არავინ არ ყოფილა. არც პირველი რესპუბლიკა 3 წელი არ იყო პირველი რესპუბლიკა, კომუნისტები იყვნენ, მერე გამსახურდია არასრულ 1 წელიწადში დაამხეს, მათ შორის ამათმა პირდაპირმა წინაპრებმა და სულიერმა წინაპრებმა. შევარნაძე 12 წელი იყო, სააკაშვილი 9 წელი და ესენი უკვე 14 წელი არიან. და ამ კანონებით ცდილობენ რომ ჩააცემონტონ, ანუ რეალურად შეუძლებელი გახადონ, ვიმეორებ ხელისუფლების ნებისმიერი დემოკრატიული ცვლილება. და ამ ვითარებაში უბრალოდ დავასრულებ, ამ ვითარებაში საუბარი იმაზე, რომ დღეს ბევრისგან გავიგე, მათ შორის ამ პრესკონფერენციის პასუხად, რომ ეს არის შტერობა, სიშლეგე, ანუ მეგობრებო, დავასრულოთ ეს მიამიტობა. არც სიშლეგეა, არც არაკომპეტენტურობა, ეს არის ჩვენი მტრის ძალიან მიზანმიმართული, თანმიმდევრული ქმედება. რას ქვია შტერობა? ანუ შტერობა არის რაღაც, ასე ვთქვათ, არათანმიმდევრული, ხო, ერთხელ ერთი თქვა, მეორედ მეორე. ძალიან თანმიმდევრულად მიყვებიან თავის გეგმას. იგივე ოპოზიციის ნაწილში მოვიდა კაცი და თქვა, რომ აი თავის დროზე, ხო, 10-12 წლის წინ თქვა, მე მგონი ირმა ინაშვილი ეჯდა მაშინ ინტერვიუს იღებდა, ამბობდა, რომ მე ესეთი ოპოზიცია კი არ მინდაო. მაშინ რაც იყო, ანუ პროდასავლური. მე მინდა აი თქვენნაირი ოპოზიციაო. შეაქმნევინა პარტია, გაიყვანა პარლამენტში და მას მერე სულ აქვს ცდილობა, რომ შექმნას ეს რაღაცნაირი კომიკური ვითომ ოპოზიცია. დღესაც ამაზეა, ხო, საუბარი, შემოაგდეს ჯერ დებატების თემა და მე აღმოჩნდა, რომ დებატები უნდა თხოვოთ მათთან, ვინც თვითონვე შექმნეს, ხო, ანუ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე დებატი უკვე აღარ შედგება, ხო, ანუ რამდენად ლეგიტიმური ხარ, რამდენად ლეგიტიმაცია მათ შორის მარტო საარჩევნო თვალსაზრისით არა. ლეგიტიმაცია შეიძლება პოლიტიკამას დაგაკარგვინოს. შევახსენებ მაყურებელს, რომ ვიშის რეჟიმი საფრანგეთში ტექნიკური თვალსაზრისით ლეგიტიმური იყო. არჩეული რეჟიმი იყო ის. და რეჟიმი იმიტომ ერქვა და იმიტომ მოვიდა ის, რაც მოვიდა, რომ ვიშის რეჟიმი იყო კოლაბორაციონისტული რეჟიმი. ზუსტად იმავე ტიპის ლოზუნგებით, როგორც ოცნებას აქვს, ამბობდნენ, რომ ვის ეომებს, გერმანიას ეომები, შრომა, მამული, ტრადიციები და აი ამ თვალსაზრისით იყო ერთ-ერთი იგივე რაღაც თვალსაზრისით და ამათგან განსხვავებით იმას ომის გმირი ედგა სათავეში. ანუ პეტენი გმირი იყო პირველი მსოფლიო ომის, ხო? ამათ ვინ ყავთ გმირები ხა? ნუ ეს ვიღაც უსახელო და უგვარო ადამიანები გამოდიან და აჟღერებენ აი რუსულ მესიჯებს. შესაბამისად ამბობთ, რომ რეალისტურად სიმართლის თვალებში შეხედვის პრობლემა უდგას საზოგადოების ნაწილს, შესაძლოა რაღაცა ოპტიმიზმის საფუძველზე საზოგადოებას არ უნდა რაღაცნაირად შეეჯახოს იმ რეალობას და მართლაც თვალებში შეხედოს, რაც არის. აი ამ მოცემულობაში რა მიგაჩნიათ გამოსავლად, მაშინ როდესაც ოპოზიციური ლიდერები არიან ციხეში, ვინც გამოდის მათაც უკან დაბრუნების პერსპექტივა აქვთ, როდესაც ასეთ კანონმდებლობას კიდევ მეტად უფრო ამკაცრებს, უჭერს ხელს პროცესებს. აი ეს ბრძოლა ბოლომდე, რუსთაველი და ასე შემდეგ, ჩვენ მედიები, რომლებიც შემოვრჩით და ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად წონასწორობა არ დავკარგოთ, სად არის გამოსავალი? ხო, გამოსავალზე საუბრისას მოდი დავიწყოთ უფრო სხვა ტიპის ფორმულირებით, ანუ მოდი ასე ვთქვათ, მინიმალური სტანდარტი დავადგინოთ, ხო? მინიმალური სტანდარტი რას ნიშნავს? ოპტიმიზმი თვითმიზანი ხო არ არის? დაუშვათ ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ჩვენ თუ მკურნალობთ ცურდოზე და ამ დროს ფილტვების ანთება გვაქვს, შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს ეს. და მე იმას ვამბობ, რომ ჯერ სწორი დიაგნოზი დაისვა, შევთანხმდეთ იმაზე, რომ რაც გვჭირს არ არის სურდო. და არ არის არაკომპეტენტური ხელისუფლება და არ არიან სულელები, უნიათოები და უვიცები. არა, რატომ რუსულს ეძახის მათ ყველა, რაც უკვე არსებითად მნიშვნელოვანია შეფასებით კი, რაც ნიშნავს, რომ ხასიათი მას ქცევის წესები, რაღაცა მოდელები ზუსტად ისეთივეა. კი, მაგრამ დღემდე ძალიან ბევრი ადამიანი მაგალითად ერთ-ერთი ჩართვაც იყო და ჩემთვის ძალიან პატივსაცემი პიროვნება და ექსპერტია, ვინც ამბობს, რომ რუსეთის მიმართ ცოტა უკმაყოფილება ხომ არ აქვს. ესენი არ არიან დამოუკიდებელი მოთამაშეები.
პირდაპირ ვერტიკალში არიან, ანუ სრულიად თავიდან ბოლომდე კონტროლდებიან რუსების მიერ. ეხლა ვიმეორებ, შეიძლება რუსეთთან მოილაპარაკოს და ალაგდეს ან ვერ დაალაგდეს ვიღაც, ვისაც აქვს თავის გადაწყვეტილებებში სუვერენიტეტი. და ამათ არა აქვს ეს თავისუფლება. ახლა შეიძლება რაღაც აი ლანჩხუთის დონეზე თუ ოზურგეთის დონეზე თუ ჩოხატაურის დონეზე იქ კორუფციისთვის, იქ ჩხუბისთვის, იქ ყლელობისთვის და აი ესეთ რაღაცეებში ქმედებისთვის აქვს. ხო მიკრომენეჯმენტით რუსი არ კავდება, არ აინტერესებს ეს. პირიქით, რაც უფრო აი ესეთ ჭაობში ჩაეფლობა საქართველოს, მით უფრო მეტი სარგებელი აქვს და მით უფრო უკეთესია ეს რუსეთისთვის. მაგრამ მთავარი თემები რაც არის, უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა, საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ამას რუსეთი თავიდან ბოლომდე აკრიტიკებს, აკონტროლებს, ხო? საქართველოს უბრალოდ აღარ არის არც ერთ ფორმატში. დღესაც, როდესაც გავრცელდა გაფართოების შესახებ ევროკავშირის განცხადება, იქ ითქვა, რომ დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვის ადგილი არის და მომავალი არის ევროკავშირში. საქართველოს აღარ უხსენებიათ იქ. ეს არის ისტორიული დანაშაული. რაც ისტორიასო გადავხედოთ, ხო, ბოლო რამდენიმე 100 წლეულია, ქართველის პოლიტიკური დნმ არის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპის ნაწილი. სულხან-საბა ამისთვის ჩადიოდა, ელჩებს ვაგზავნიდით, რაღაცნაირად ვცდილობდით დაგვენახებინა ევროპისთვის, რომ აი ამ აღმოსავლეთში მაშინდელი გადმოსახედიდან არის ქრისტიანული სახელმწიფო, რომელიც ევროპის ნაწილია, ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, ხო? და ჩვენ მოვედით იმ ვითარებამდე, ბევრია ჩვენი მამების, დედების, ბებია-ბაბუების თაობისთვის ეს იქნებოდა წარმოუდგენელი. იმიტომ რომ ჩვენი ბებია-ბაბუების და მშობლების დროს დასავლეთში უმეტესობამ საქართველოს არსებობა არ იცოდა. მართლა არ იცოდნენ, ხო ჩვენ ხო გვახსოვს ეს ფაქტი, როდესაც იქნება 90-იან წლებში რომ გავდიოდეთ, გვიწევდა ახსნა, რომ არსებობს ასეთი ქვეყანა, რომ ეს არ არის რუსეთი, რომ ეს არ არის ამერიკის ჯორჯია, ხო? და არა მხოლოდ იცის დღეს ყველამ საქართველოს არსებობა და დიდწილად იმ წინა 9 წლის დამსახურებით. არამედ ყველამ თქვა თელმა ცივილიზებულმა სამყარომ, რომ საქართველოს ადგილი არის დასავლურ ოჯახში, რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე. და აი ამ ვითარებაში, როდესაც ჩვენი მართლა ისტორიული ოცნების ასრულების ზღვარზე ვართ, აი ეს უბედურება შეგვემთხვა, აი ვიღაც კირცხალიები გამოდიან და ამბობენ, რა თქვენ იქნებით სულ რუსეთის უკანა ეზო. აი ამ გამოწვევის წინაშე ვართ და ეს არ არის არც შემთხვევითობა, არც არაკომპეტენტურობა და არც ის არ არის, რომ ივანიშვილს შეუძლია, რომ ეხლა მოდი აი პუტინ ზურგი აქციოს და ვიღაცასთან დაალაგდეს. არც არავინ არ ელაპარაკება მას. არ ელაპარაკება, იმიტომ რომ გააცნობიერეს რომ ის არ არის დამოუკიდებელი მოთამაშე. ეს გვითქვამს და კიდევ გავიმეოროთ, ხო? დამოუკიდებელ მოთამაშეებს ელაპარაკებიან. ლუკაშენკოს ელაპარაკებიან, ალიევს ელაპარაკებიან, პაშინიანს ელაპარაკებიან. ყველა თამაშია, ხო? ყველა მაგიდასთან არის. როგორც ითქვა ახლა რამდენიმე დღის წინ, ვინც მაგიდასთან არ არის, მენიუშია. და საქართველოს მენიუშია, სამწუხაროდ რუსეთის მენიუშია. მაგიდასთან აღარ არის. იყო დრო, როცა ჩვენ მაგიდასთან ვიჯექით. იყო დრო, ჩვენ ევროპა შეწუხებული ყავდა იმით და ნატო შეწუხებული ყავდა იმით, ატალახებული ყავდა, ქონდა მათი ზღურბლი და კარები, იმის თხოვნით, რომ მიგვიღეთ, ჩვენი ადგილი მანდარი, აბა დააჩქარეთ, აბა ეს გააკეთეთ, აბა ეს გაგვიკეთეთ, ჩვენ მზად ვართ, ხო? და ყველაფერს ვაკეთებდით ამისთვის. ეხლა ყველაფერი საპირისპიროდ კეთდება. და ერთსაც შევახსენებ მაყურებელს, როდესაც საუბრობენ უცხოურ გავლენებზე, უცხოეთის როლზე, მათი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, თუ რაღაც თავმჯდომარე ივანიშვილი, დღემდე არის თუ არა საფრანგეთის მოქალაქე. მე მგონი არის, ხო? დიახ. ნუ არ გაგვიგია ყოველ შემთხვევაში. არ გაგვიგია. ეხლა რაც შეეხება თავის დრო რომ გადავახვიოთ 2012 წელს, როდესაც მას მოქალაქეობა ჩამოერთვა, საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. როცა ვისაც არ უნდა კითხოთ, გეტყვენ ასეთ კანონის მიხედვით როგორ არის. როცა იღებ უცხოეთის მოქალაქეობას, საქართველოს მოქალაქეობას კარგავ. ის უნდა აღიდგინო. და როდესაც მან თქვა რომ მე უკანონოდ ჩამომერთვა, უკანონოდ კი არა, კანონიერად ჩამოერთვა. და ის ხელისუფლება დაისაჯა მათ შორის იმიტომ რომ აი ესე არათანმიმდევრულად მოიქცა. ჯერ აღმოჩნდა რომ ეს თურმე საფრანგეთის მოქალაქე იყო, ჩამოერთვა სრულად კანონიერად, მერე დასავლეთის ზეწოლის შედეგად, დიახ, ზუსტად დასავლეთის ზეწოლის შედეგად მოხდა ჩვენ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომ ივანიშვილს შეძლებოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება. და მას შემდეგ რაც აი კლასიკური სცენარია, ხო, გამოიყენა ყველა ის ბერკეტი, ყველა ის სისუსტე, რაც დემოკრატიას გააჩნია, რაც დემოკრატიულ სისტემას გააჩნია და ეხლა მიზანმიმართულად აი ბოლო ხვრელებს ქოლავს, რომელიც მას შეიძლება ძალაუფლების დაკარგვად დაუჭდეს. ფინანსურად ჩვენ უკვე სახედავთ რესურსს, საზოგადოებრივ რესურსს, ჯერ კიდევ ხედავთ სწორედ იმას, ვისგანაც ყველაზე მეტი სიურპრიზი ჰქონდა ივანიშვილს ბოლო წლების განმავლობაში და ფიქრობ თუ არა რომ კიდევ შეიძლება ეს სიურპრიზები იყოს მრავლად. რესურს ხედავ იმაში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ ვართ
ქართველები, ჩვენ ვართ თავისუფალი საქართველოს მოქალაქეები და ჩვენ შეუდარებლად უფრო ძლიერები ვართ მორალურად, ვიდრე ისინი, ვისაც ჩვენ უპირისპირდებით. იმიტომ რომ მეორე მხარეს არიან უბრალოდ გაყიდული ადამიანები, ანუ აი კორუფციაში ყელამდე ამოგანგლული ადამიანები, რომლებსაც შევახსენოთ კიდევ ერთხელ ტელემაყურებელს, როგორც მათივე პროპაგანდისტები, შალვა რამიშვილი და ლაშა ნაცუშვილი ერთმანეთს ეუბნებიან, რომელსაც იმდენი აქვს დაშავებული. ხალხმა რო გაიგოს, რა მოგვივაო, შეგიძლიათ ნახოთ YouTube-ზე დევს ეგ ლინკი. ერთმანეთთან რო ლაპარაკობენ, ხო? ძალიან ბევრია მათ დაშავებული და მათ ეს ძალიან კარგად იციან. ჩვენ დასაკარგი არაფერი არ გვაქვს, ვინაიდან ჩვენს უკან არის ჩვენი ოჯახი, ჩვენი მამული, ჩვენი სამშობლო და ჩვენი სახელმწიფო, ხო? და შესაბამისად, შეიძლება ძალიან ბანალურ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ხანდახან აი ამ ბანალურ მინიმალიზმზე დადის ჩვენი გადარჩენა. რა უნდა შევცვალოთ, უნდა ვიბრძოლოთ, უნდა გავაგრძელოთ, გადავრჩეთ და გავაგრძელოთ იმის კეთება, რასაც ვაკეთებთ, იმაზე მეტად, იმაზე უკეთესად, იქამდე ვიდრე ჩვენ არ გაგვიჩნდება ისევ შესაძლებლობის ფანჯარა და ეს ფანჯარა ძალიან მალე გაჩნდება, ვინაიდან ეს ფანჯარა გაიხსნება მაშინვე, როგორც კი რუსეთი ცხვირს წაიტეხავს უკრაინაში და აუცილებლად წაიტეხავს რუსეთი ცხვირს უკრაინაში. მადლობა ზაზა ბიბილაშვილს, ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელს, რომელიც პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. მადლობა თქვენ.